მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამვარსკვლავები გვამსხობენ, მე ასტროლოგი ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი, კვლავ თქვენთან ერთად ვარ და ჩვენ დღეს ისევ ვაგრძელებთ საუბარს ასტროლოგიაზე, მოვლენებზე, რომელიც ჩვენ გველოდება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. საუბარია 6-12 ივლისის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე და რა არის აქ მოსალოდნელი პირველ რიგში. დავიწყოთ რასოკველია დედამიწის ენერგოველით. დედამიწის ენერგოველი არის დაბალი, ჩემო კარგებო და დაახლოებით 15 რიცხვამდე მაინც გასტანს ეს მოვლენა. ეს კი რას ნიშნავს? როცა უარყოფით ენერგოველში შედის დედამიწა, აქ მაგნიტური ქარიშხლებიც მეტია თავისთავად და ამასთან ერთად არ არის სასურველი და მით უმეტეს თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ კიდევ პლანეტა მერკური გონების, ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა ახლა უკუმავალია. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთობლივად აი ამ რამდენიმე ფაქტორის შეწყმა გვამსწრობს, რომ გართულდება კომუნიკაცია. გაცილებით მეტად გართულდება ურთიერთგაგება ადამიანებს შორის, ცალკეულ ორგანიზაციებს შორის, ცალკეულ ქვეყნებს შორის. აქ მაგალითად უფრო რთული იქნება მოძიება საჭირო თქვენთვის ინფორმაციისა და ამასთან ერთად ურთიერთგაგება მცირდება ადამიანებს შორის, ამიტომ მოლაპარაკება რთულად იწარმოებს. ახალი იდეა პროექტის დაწყება არ არის სასწრაფო, აქ ჯობია ან ძველი საქმე დაასრულოთ, ან ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, არაფერი ახალი განსაკუთრებული არ დავიწყოთ. ეს ის პერიოდი, რომ მსოფლიოს კომუნიკაციაც მცირდება და ამავდროულად ტექნიკანაც შეიძლება უფრო უარესად იმუშაოს. ამიტომ თუ რაღაც ტექნიკურმა პრობლემებმა ეჩინონ თავი, არ გაიკვირდეთ. ესეც ამ ტენდენციებთან იქნება დაკავშირებული. ამასთან ერთად მოდით ამოვშოთ, რომ ჯანმრთელობას აუცილებლად ყურადღება. ამ პერიოდში არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა სახის რთულეებმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ეჩინონ თავი. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ურთიერთობებში არ იყოს ზედმეტად ხისტი, კონფლიქტური, აგრესიული, ეცადეთ მეტი დიპლომატია გამოავლინოთ და სირბილე. მით უმეტეს ამ კვირაში ვერძის ზოდიაქოში გადადის მთვარე და ვერძი მოგახსენებათ, უფრო ფეთქებადი, უფრო აგრესიულია და ეს ტენდენციები უფრო მეტად გამოვლინდება. ამიტომ ეცადოთ, რომ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ საკუთარი ემოციები. და ეხლა უკვე მოდი ვამშოთ ცალკეული ტენდენციები, რომელიც მოსაოდნელია შემდეგ კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ მთლიანობაში კვირა მაინც რთულია. აქედან გამომდინარე, გვიმეორებ ჯანმრთელობას სიფრთხილე, პარტნიორ ურთიერთობებში სიფრთხილე, ახალი იდეების რეალიზაცია მაინც სასურველი არ არის და სარისკო მოქმედებები აქ ჯობია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ ან ძველი საქმე დაასრულოთ და ეს ის პერიოდი, რომ მსოფლიოსას ხელშეკრულებების მოლაპარაკებების წარმოება მაინც სასურველი არ არის, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა. მოდი ესე ვთქვათ. ეს ტენდენციები ესე იგი გავითვალისწინოთ და კიდევ გავითვალისწინოთ, რომ ამ თვის ბოლომდე მუშაობთ ჩვენ და ამიტომ ვისაც აქვს სურვილი, რომ პირადი ჰოროსკოპი შეადგინოს, შეგვეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38. იმიტომ მე აგვისტოში დავისვენებთ და აი გაქვთ კიდე საშუალება, რომ გაეცდოთ თქვენ პირად ჰოროსკოპს, თქვენს კოსმიურ მისიას. აი ძალიან საინტერესო იყო დღესაც საუბარი ერთ-ერთ ჩვენს თანამემამულესთან და ძალიან ბევრი რამ გაიგო საკუთარ თავზე და რაც მთავარია, არასწორი დამოკიდებულება მისდა მშობლებისა და დისა იყო ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი. სხვა შორის ყველანი მოვიდნენ და ვეცადე რომ ამეხსნა ყველაფერი რა ხდება მის თავს და მე მგონი ყველაფერი გაიგეს, მე მგონი აწეს ურთიერთობა დაალაგდება და არ იქნება ეს გარკვეული დაძაბულობები, რაც იქნებოდა მათ შორის, იმიტომ რომ ყველა მხარემ აბსოლუტურად თავის პოზიციები გაიგო და ვიპოვეთ კონსენსუსი. და მნიშვნელოვანია ეს მათ შორის ოჯახური სტაბილურობისთვის და აქედან გამომდინარე, თუ გაქვთ სურვილი პირადი ჰოროსკოპის შედგენისა და მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისა თქვენ ცხოვრებაში, ესე იგი შეგვეხმიანოთ კიდევ ერთხელ მეორებ ტელეფონის ნომერს 599 91 52 38 ამ თვის ბოლომდე ჩვენ კიდევ მუშაობთ. ეხლა რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, ესე იგი ვნახოთ 6-12 ივლისის შუალედი, როგორ იქნება ეს კვირა ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისათვის და რა არის მოსაოდნელი მათ ცხოვრებაში. დავიწყოთ ვერძით. ვერძებო ენერგოტონუსი ეხადაბალია, იმიტომ რომ მზე გადის კერჩხების ზოდიაქოს ნიშანს, კერჩხები წყლის სტიქია, თქვენ კი განეკუთვნებით საწკლის სტიქიას, საწკლი და წყალი რო არ მეგობრობენ ერთმანეთთან, ეს თქვენ უკვე იცით და აქედან გამომდინარე ეს ტენდენციები აქაც იქნება თვალში საცემი და ამიტომ ვერძების ენერგოტონუსი არის
დაბოლი. ამიტომ ეცადეთ არ გადაიღალოთ, დაიღალეთ, მაგრამ არ გადაიღალოთ. ამასთან ერთად აკონტროლეთ საკუთარი ემოციური ფონი და ეცადეთ რომ არ იკონფლიქტოთ. ეს არის ცოტა დისჰარმონიული პერიოდი, ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება, ფსიქომოემოციური არასტაბილურობა დრო და დრო რადგან იჩენს თავს, ამიტომ აკონტროლეთ თქვენი ემოციები და სიტყვები. ამავდროულად ძალიან ბევრ დროს ენერგიას წაიღებს ის, რაც დაკავშირებული იქნება საოჯახო საქმეებთან, საოჯახო პრობლემების, ან ახლობელთა პრობლემების გადაწყვეტასთან, რის გამოც შეიძლება საკუთარ საქმეებისთვის ფაქტობრივად დრო არ დაგჭირთ. ამასთან ერთად ურთიერთგაგება და ნდობის ფაქტორი მცირდება ახლობლებთან მიმართებაში, ოჯახის წევრებთან მიმართებაში, სასწავლო ურთიერთობები შეიძლება დაიძაბოს სიტუაციები, შემოქმედებითმა კრიზისმა შეიძლება ეჩინოს თავი ზოგიერთის ცხოვრებაში და ზოგიერთ თქვენი საიდუმლოც კი შეიძლება გახმაურდეს, რაც სულაც არ იქნება სასურველი. თუ შეიკრა რაღაცა პრობლემები დაუშვათ სანტექნიკასთან, ელექტროტექნიკასთან, ანუ რაღაც საყოფაცხოვრებო საკითხების კუთხით, ეცადეთ რომ არც საკუთარ თავს, არც ხვერს არ მოუშალოთ. ნერვები გასაგებია, რომ ეს იქნება დაკავშირებული ახლა ფულიც უნდა ამას, დროც უნდა, ენერგიას და შემდგომ მესმის, მაგრამ ეცადეთ რომ ეს მაინც გასაკეთებელია, გააკეთეთ შვიდად. ეს ყველაფერი გულთან უვიგებთ, მიიტანეთ twin-თან და გონებით გადაწყვეტეთ რა გააკეთოთ და როგორ. მაშინ უფრო მეტად შეინარჩუნებთ უფრო მშვიდ ვითარებას სიტუაციას, როგორც ახლობლებთან, ასევე ოჯახის წევრებთან მიმართებაში. წინამდე შემთხვევაში ამ სფეროში მეორე დაძაბულობის, კონფლიქტების, დაპირისპირების ტენდენცია გაქვთ საკმაოდ მაღალი. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნავადელებს, აქ პირიქით ერგოტონუსი მატულობს, ამიტომ ნელ-ნელა ეს ნიშანი ხდება უფრო შრომისუნარიანი, უფრო ნებისყოფიანი, მომთმენი, შეუპოვარია, ჯანი, ენერგია, რო ითქვიან, გემატებათ და ეს უდაოდ კარგია და ხელს უწყობს მათ შორის იდეების რეალიზაციას, თქვენ საუკეთესობების გამოვლენას, სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ერგულიყო საზოგადოებასთანაც კი, მაგრამ რადგან დედამიწა უარყოფით ერგოველში, რაღაც არასასიამოვნო სიტუაციები შეიძლება დრო და დრო ეჩინონ თავი. მაგალითად ეს პერიოდი არ არის მაინდამაინც კარგი სასურველი მოგზაურობისათვის, მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისათვის. ასევე შეიძლება ოჯახში, სახლში რაღაც ცვლილებები მოხდეს. არ არის გამორიცხული, შეიძლება ზოგიერთ ნაცავთანაც კი გარკვეულმა პრობლემებმა შეიძლება ეჩინონ თავი, მით უმეტეს თუ ეს უძრავ ქონებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება ეს ყველაფერი სასამართლო პროცესამდეც კი მივიდეს. და კუროებო გაითვალისწინეთ, რომ ფეიკების ალბათობა, არასწორი ინფორმაციის მიღების ალბათობა აუცილებლობა არა, მაგრამ ალბათობა გაქვთ მაღალი. ზეგ რა უნდა ქნათ აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ინფორმაცია გადამოწმოთ. თუ რაიმე საბუძზე გიწევთ ხელმოწერა, ყველა მის პუნქტს გადახედეთ, ისე არ ფსხელი არ მოწეროთ, რომ შეცდომები არ დაუშვათ და მაქსიმალურად ეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში აქაც შეიძლება სიტუაცია დაიძაბოს. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თუ თქვენ ეცდებით, რომ აქ არ დაიძაბოს და მშვიდობიანად, ასე ვთქვათ, ეცდებით ამ ურთიერთობებს, მაშინ ეს პრობლემა მოიხსნება. მაგრამ ტენდენცია არის და ყურადღებაც უნდა იყოს შესაბამისი. ტყუპების ზოდიაქოს რაც შეეხება ენერგოტონუსი თქვენი დაბალია, ჯანმრთელობა ნაკლებად მკრადია, შეიძლება უფრო ადვილად დაიღალოთ, შეიძლება ძილის პრობლემებიც მეტად ეჩინონ თავი, ცოტა დისკომფორტს გრძნობთ, აუდაოთ. აქ უფრო მეტად მოგიხდებათ რაღაც ძველი საქმეებისადმი ან დაუსრულებელი საქმეებისადმი დაბრუნება, თუმცა კონტაქტების შეხვედრების კუთხით, საბუთების შეგროვების კუთხით, სულაც არ არის ამ ხრივ ეს პერიოდი ცუდი. მაგრამ ზოგიერთ მენტენას მოუხდება ვალების დაბრუნება, ვალდებულებების შესრულება. ამასთან ერთად შეიძლება ახალი გეგმებიც შეიქმნას, სხვათა შორის ამ პერიოდში თქვენს გონებაში, მაგრამ აი ძველმა ვალდებულებებმა შეიძლება გაანულონ ეს თქვენი პროცესი ახალი იდეების რეალიზაციისა. თან ზოგიერთ თქვენთაგანში მატულობს მოუთმენლობა, სუსტრაფობა, ზედმეტად კატეგორიული ხდები დრო და დრო, რის გამოც ართულებთ ურთიერთობებს და ყოველდღიური რუტინული საქმე ძალიან გაღიზიანებთ. და შესაბამისად აი ეს ტენდენციები ითხოვენ ყურადღებას. რაც მეტად იმოქმედებთ ამ პერიოდში პრინციპით 7 ჯერ გაზომ ერთხელ გაჭერი იქნებით ხილი წინ დახედული, მეტ უკეთესი, მაშინ ნაკლებ შეცდომებს დაუშვებ და უფრო მეტად წახვალ წინ. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნავადელებს, რაც ყველა მთავარი, ასე ვთქვათ, წარმატების ფაქტორი არის ეს ნიშანი ამ პერიოდში, იმიტომ რომ იღბალი ახლა აშკარად თქვენს მხარეს არის. ენერგოტონუსი მაღალი, ჯანმრთელობა მდგრადი, ყოველდღე მატულობს თქვენი შარმი, მიზიდულობა. ეს პერიოდია, როდესაც შესაძლებლობები იქნება ერთი მეორეს უკეთესი იდეების რეალიზაციის კუთხითაც, საკმაოდ ენერგიული ხართ,
საკითხარი გეგმების დასახვის რეალიზაციისთვისაც ხართ აბსოლუტურად მზად. უამრავი საქმე გექნება, არაერთ პრობლემასაც კი გადაწყვიტავთ სხვათა შორის და საკმაოდ ასე ვთქვათ, ყურადღების ცენტრშიც ადვილად მოექცევით. აქ შეიძლება მსხვერპლობაც კი შეიცვალოს თქვენი, შეიძლება გენერატორი იყოს ძალიან საინტერესო და ორიგინალური იდეებისა, თან მატულობს ინტუიცია, რომელზეც დაყრდნობით სწორ არჩევანს აკეთებ და ძალიან კარგი პერიოდია ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. Materiāli მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, აქ როგორც ლიდერი ხელმძღვანელიც კი შვენივრად წარმოაჩენ თქვენს მონაცემებს, შეგიძლიათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და საყოველთაო, ასე ვთქვათ, ავტორიტეტის საყოველთაო საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, თქვენი რეიტინგის გაზრდა და ავტორიტეტის დაბევება. ანუ თავარი ფავორიტი ამ პერიოდისა ხართ თქვენ. თუმცა, მაინც გაითვალისწინოთ, რომ წყალქვეშა დინებებს უნდა ყურადღება. შეიძლება თქვენი მხრიდან არა, მაგრამ სხვათა მხრიდან გარკვეულმა აგრესიამ ამ სახის პრობლემებმა დროდადრო იჩინონ თავი. იმპერატორთან ნიშანთან მივედით, ლომის ზოდიაქო იგულისხმება, ლომებო. ნუ პირველ რიგში გილოცავთ იმას, რომ გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი გადავიდა უკვე თქვენ ზოდიაქოს ნიშანში 1 წლით, თუმცა ამ სასიკეთო ტენდენციებს თქვენ მაინც იგრძნობთ უკვე 15 ივლისის შემდგომ, იქამდე არა. მერე გექნებათ საუკეთესო პერიოდი, ბოლო 12 წელიწადში ალბათ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო წელიწადი, იმიტომ რომ 12 წელიწადში ერთხელ გადადის იუპიტერი თქვენ ზოდიაქოს ნიშანში და ყველანაირად აფართოებს თქვენს შანსებს, წარმატებებს, გაზრდით გახდებით ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი. ოღონდ ვიმეორებ, ჯერ იქამდე გადიხართ დაბადების ამ წინა პერიოდს, რომელიც ყველაზე რთულია, მათ შორის ეს კვირა, ერგოტონუსი დაბალი, ჯანმრთელობა არამდგრადი, ფსიქოემოციური გაღიზიანების ფაქტორით საკმაოდ მაღალია, ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, აქ თქვენ საწინააღმდეგოდ რეალურად არ ჩერდებიან, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურს უკან. ცოტა უიღბლობა მათ შეიძლება მეტად იჩინოს თავი, ყველაფერი ისე არ წავა, როგორც თქვენ ეს გქონდათ ჩაფიქრებული. ამიტომ სხვადასხვა სახის დაძაბულობამ თქვენსა და პარტნიორებს შორის, როგორც სასკვალოსო საქმიან პარტნიორებს შორის დროდადრო შეიძლება იჩინოს თავი, ამიტომ გულაცრუებასაც ექნება ადგილი და აქედან გამომდინარე მოდით ავნიშნოთ, რომ აქ ეს ის პერიოდი, რომელიც ობისას უმჯობესია. ენასკველი დააჭიროთ, საიდუმლო დაიცვათ, კულისებს მიღმა იმოქმედოთ, ნაცრისფერი კარდინალის მანტია მოირგოთ და ჯობია ყოველდღიური საქმეებით შემოეპარგლოთ და რაღაც ძველი საქმე ქონდათ ის დაასრულოთ, არაფერი ახალი სარისკო მნიშვნელოვანი ამ პერიოდში არ დავიწყოთ. ყოველ შემთხვევაში 15 რიცხვამდე მინიმუმ ამისგან ჯობია თავი შეკავება და აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურგს უკან. ოფრთხილდით ასევე თქვენს ჯანმრთელობას, იმიტომ რომ არდგან ადვილად იღლებით, არავითარ შემთხვევაში არ გადაიღალოთ. ნუ დაღლა კი ბატონო, მაგრამ გადაღლა კატეგორიულად არა. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნულ აუდელებს, ერგოტონუსი მადლობს. ჯანმრთელობა უფრო მდგრადია, თქვენი შარმე, მიზიდულობა, შრომისუნარიანობა, ეს ყველაფერი წინა პლანზე წამოიწევს, ფსიქოემოციური სტაბილურობა მეტად იჩენს თავს, მაგრამ ამასთან ერთად საკუთარ გეგმებს სათანადოდ დრო არ რჩებათ ამისთვის, ფაქტობრივად მოდი ესე ვთქვათ, გარკვეული მაშინაგანმა შიშებმა, ეჭვებმა შეიძლება ასევე იჩინონ მეტად თავი, ეს რაღაც მენტალური დაძაბულობის გამოწვევი ფაქტორი გახდება და აღნიშნოთ ის, რომ რაღაც შინაგანი მარტოობის გზნობა ზოგიერთ თქვენთაგანს შეიძლება დაეუფლოს ძველმა კონფლიქტებმა, კოლეგებთან ან ნაცნობებთან რაღაცა ძველმა გაუგებრობებმა, ასევე შეიძლება იჩინონ თავი ამ პერიოდში. ამიტომ ეს პერიოდი ასევე ითხოვს ყურადღებას თქვენი მხრიდან სიფრთხილეს მოქმედებისას და არ ვარგა ეს პერიოდი მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, მოგზაურობისთვის და ახალ სამსახურში გადასვლისათვის ან ახალი საქმის დასაწყებად. აქ მოდით ვეცადოთ, რომ მაინც ცოტა ფრთხილად ვიყოთ ამ პერიოდში. თუმცა ვიმეორებ, გარკვეული შესაძლებლობები აუცილებლად გექნებათ პოზიტიური, ოღონდ გათვალისწინებით ამ ნეგატიური ტენდენციებისა. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებებს, სასწორებო დისჰარმონიული ცოტა დაძაბული პერიოდია თქვენთვის, ერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი, ემოციური არასტაბილურობა ასევე მეტად იჩენს თავს. აქ მეტი დრო, ენერგია წავა კარიერულ საკითხებზე. ერთი პრობლემა ამასთან დაკავშირებით დაგროვდება. შეიძლება მოგიხდეთ ზოგიერთი შეცდომის გამოსწორება ამ პერიოდში. საქმე მაინდამაინც ისე არ წავა, როგორც თქვენ ეს გინდათ, იმიტომ რომ რაღაც ხელისშემშელი ფაქტორები გაჩნდებიან, რასაც ექნება თავისი ობიექტური არაერთი, ასე ვთქვათ, მიზეზი. ასევე გარკვეული პარტნიორებთან, ასე ვთქვათ, გაუგებრობებმა, როგორც საქმეან, ასევე სასკვალო პარტნიორებთან დროდადრო იჩენენ თავს და მათი მხრიდან თქვენდამი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა იქნება საკმაოდ მაღალი და აქედან გამომდინარე თქვენი თავისუფლება გარკვეულწილად აქ იკეტება და სხვაზეც ვერ გადადებთ იმ საპასუხისმგებლო საქმეებს, რომელიც მხოლოდ თქვენი გასაკეთებელია. ამიტომ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ
პრაგმატულობა აზროვნებისას და კარგი ურთიერთობები როგორც ხელმძღვანელ პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში. ამ ურთიერთობების სტაბილურობაზე ბევრად იქნება დამოკიდებული თქვენი საერთო ცხოვრებისეული და კარიერული სტაბილურობა და წინსვლის შესაძლებლობები და ცოტა გავფრთხილდით ჯანმრთელობას, გადაიღლებით, აკონტროლეთ ემოცია. მორიელს რაც შეეხება აქ პირიქით ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ინტუიცია ზეძლიერი, რომელსაც დაგხმობით სწორარჩევანს აკეთებს ეს ნიშანს უშიშარია, მეუმარია, მებრძოლია, მოდი ასე ვთქვათ, მოვლენებით ახსოვსო პერიოდია, თან საკმაოდ დინამიური. ამასთან ერთად თქვენ უფრო მეტად გაერკვევით იმაში თუ რაოდენ სწორი ან არასწორი გზით მიდიხართ თქვენ ცხოვრების სულ გზაზე, ზოგიერთი თქვენი შეიძლება სულიერი ორიენტირიც ან ფასეულობა შეიცვალოს ამ პერიოდში. გზავრობა მოგზაურობის შემთხვევაში შეიძლება რაღაც წვრილმან უსიამოვნებებსაც გადაიღაროთ, რომელიც საერთო შთაბეჭდილებას ცოტა გაგიფუჭებთ, მოდი ესე ვთქვათ. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ მაპროვოცირებელი კონფლიქტების ერგულყოფ ადამიანებთან, იმიტომ რომ ყველა წვრილმანზე ჩაძიებით შეგიძლიათ პირდაპირ შუბლში მიახალოთ ადამიანს სარკასტული გამოთქმებით, რასაც ფიქრობთ. ეს გამოიწვევს რას? საბაზრო რეაქციებს და არასასუალ კონფლიქტებს. ამიტომ ვიღავით ცოტა ყურადღებით. თუ რაღაც დაუშვათ მნიშვნელოვან საბუთებს აფორმებთ, რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ შესასრულებელი და ასე შემდგომ აუცილებლად გამოცდილ იურისტებთან გაიარეთ სათანადო კონსულტაცია, რომ შეცდომა არ დაუშვათ და თუ თქვენი ტრანსპორტით აპირებთ გზავრობა მოგზაურობას, მაშინ რასაკვირველია ტექნიკურ ასე ვთქვათ სფეროს მიაქცეთ ყურადღება მანქანისა, რომ რაიმე სახის ამ კუთხით პრობლემებმა არ ეჩინოს შემდგომ თავი. მაინც მერკური რეტროგრადულია და ტექნიკურ სირთულეებს უწყობს იგი ხელს. მაგრამ მთლიანობაში კი რა ცუდი არ არის პირიქით. რაც შეეხება მშვილდოსნებს, მშვილდოსნთა ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია, ემოციური არასტაბილურობა მეტად იჩენს თავს, ამიტომ ეს საერთო ჯამში მშვილდოსანს იწვევს გარკვეულ შინაგან დისკომფორტს. შეიძლება ვერ ახსნას რით არის განპირობებული, მაგრამ მე ვხსნე მშვილდოსნებს. აი ამით არის განპირობებული, რომ თქვენი ენერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია, ემოციური არასტაბილურობა და პლუს კიდე დედამიწის უარყოფითი ენერგოველი. ქონიან ამ შინაგან დისკომფორტს თქვენში. ამიტომ ბევრი იდეა პროექტი არ მოიტანს იმ შედეგებს, რომელსაც თქვენ ელოდებით. ამ პერიოდში ყოველ შემთხვევაში 15-ის მერე კი და ეხლა არა. ამასთან ერთად ამან შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთ შემთხვევაში პარტნიორული კონფლიქტები, როგორც სახლში, ასევე სამსახურში და აღნიშნოთ ისიც, რომ ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა შეიძლება ამ შედეგად შეუძლებელი გახდეს. ეს ის პერიოდია, რომელსაც აბსოლუტურად სხვადასხვა იდეები და სხვადასხვა ხედვა გექნებათ ამ თუ იმ მოვლენებისა და აქ ის პერიოდია, როდესაც თქვენ ზედმეტი ფინანსური ხარჯი გაქვთ. ამიტომ ეცადეთ, რომ კაპიტალ და მოტივებს ზედმეტ ფინანსურ ხარჯს არ იდოთ აქ თავი. რაც მეტად ენას კბილს დააჭერთ, საკუთარ საიდუმლოს დაიცავთ და არ გათქვავთ წინ და წინას ვთქვათ ინფორმაციას, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. უფრო მეტად ხელს შეუწყობს ეს თქვენს წარმატებებს. რაც შეეხება თხის რქას, თხის ქებო ენერგოტონუსი თქვენი პირიქით მატულობს, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ამიტომ წარმატების შანსიც უფრო მეტი გაქვთ ყველგან და ყველაფერში, უფრო აქტიურია ეს ნიშანი, ენერგიული, შრომისუნარია, ინიციატივიანი, მაგრამ რადგან დედამიწა უარყოფითი ენერგოველში არასკვლელად თქვენ შეგეხებათ გარკვეული სირთულეები, პრობლემები ამასთან დაკავშირებული. აი რასთან იქნება ეს დაკავშირებული? პარტნიორულ კონფლიქტებთან. გინდათ სახლში, გინდათ ბიზნეს საქმიან პარტნიორებთან, დაძაბულობის ტენდენცია მატლობს. ნუ იქნებით ზედმეტად ჯიუტი მათთან, ზედმეტად ხისტი, ზედმეტად პირდაპირი, რათა ამან არ შექმნას დამატებითი სირთულეები და მოდი ეს თქვა თქვენი მოტყუების, ფინანსური დანაკარგების ან ქურდობის ტენდენცია თქვენ საწინააღმდეგოდ მაღალია, ამიტომ აკონტროლეთ ყველაფერი რა ხდება მათ შორის ზურს უკან. ამასთან ერთად ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება გაუჩნდეს სასამართლო პროცესებში ჩართული ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და შეიძლება დაგჭირდეთ ამიტომ კომპეტენტური დახმარება, მათ შორის ახლობელთა მხრიდან, იგივე დაუშვათ იურისტების მხრიდან. ეს პერიოდი მაინდამაინც სასურველი არ არის მგზავრობა მოგზაურობის კუთხითაც. და რაც მეტად შეინარჩუნებთ კარგ პარტნიორულ ურთიერთობებს, მით მეტად წახვალთ წინ. თუმცა შემოქმედებითი კუთხით, შემოქმედებითი მუშაობისთვის, პრინციპში კარგი კვირა. რაც შეეხება მერწყულებს, მერწყულების ენერგოტონუსი ეცემა პირიქით, ანუ ენერგოტონუსი რადგან დაბალია ადვილად იღლებით, შესაბამისად შრომისუნარიანობაც კლებულობს და ეს ის პერიოდი, როცა იზღუდება გარკვეულწილად თქვენი თავისუფალი მოქმედების არეალი, რაც რასაკვირველია ნეგატიურად მოქმედებს თქვენს ნერვულ სისტემაზე. თუმცა გარკვეული ცვლილებები შეიძლება მოხდეს მაგალითად ნაცნობთა წრეში. შეიძლება ესეთი ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენენ თქვენს სოფხედულობაზე და ამასთან ერთად მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენში ზედმეტი იმპულსურობა და სულსწრაფობა. ეს ხელის შემშელი ფაქტორებია, იმიტომ რომ ამით მხოლოდ
გააფუჭებთ ნებისმიერ საქმეს ან ურთიერთობებს. ამიტომ პარტნიორ ურთიერთობებში იღავით მეტად ტაქტიანი, თავდაჭერილი, ფრთხილი, წინდახედული გავფრთხილდით ზედმეტ ფინანსურ ხარჯს მოვერდოთ და გავფრთხილდით ჯანმრთელობას. რომ შედარებით შვიდად გავიაროთ ეს პერიოდი. რაც მეტად შეინარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს კოლეგებთან, მით მეტად მიიღებთ მათგან დახმარებას. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნი დაავადებულებს, აქ ნადევამშვიდობთ, რომ ენერგოტონუს არ უჩივით, პირიქით ჯანმრთელობა უმჯობესდება. ეს ნიშანი ხდება უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ინტუიციაზე მძლავრი, მასზე დაყრდნობით სტუმარჩევანს აკეთებთ და საკმაოდ გონება მახვილი. ამასთან ერთად შემოქმედებითი ნიჭი უნარი აშკარად აქ იფუძქნება თქვენი დინამიური პერიოდია. მოდი ასე ვთქვათ, რომლის შენობისას შეიძლება აქ ძველ სასიყვარულო პარტნიორებთანაც კი შეიძლება მოხდეს თქვენი კონტაქტი ან შეხვედრა, რაც საოცარ გულაცრუებასაც გამოიწვევს უმრავლეს შემთხვევაში. ამასთან ერთად შეიძლება რაღაც პრობლემები შეექმნას შვილებს, მათ პრობლემების გადაწყვეტა შეიძლება მოგეხდეთ, ან ძველი შემოქმედებითი პროექტების რეალიზაციის წინაშე შეიძლება დადგეთ ამავდროულად. არ არის გამორიცხული, რომ პარტნიორებთან გარკვეული ფინანსური ურთიერთწინააღმდეგობები შეიძლება შეიქმნას, თქვენ არ დაეთანხმოთ მათ მიერ გადანაწილებას დაუშვათ ამ თანხებისა. აი ამ ხრივაც იყო ცოტა ყურადღებით, რომ ეს მერე ზედმეტ კონფლიქტში არ გადავიდეს, რაც მეტად შეინარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს შვილებთან, სასიყვარულო პარტნიორებთან, მით უფრო მეტად წახვალთ წინ. ზოგიერთ თქვენთაგანი, როგორც ხელმძღვანელი პირი, აიმაღლებს თავის რეიტინგს, ყურადღების ცენტრშიც ადვილად მოხდება. სხვათა შორის შემოქმედებითი ნიჭის უნარის გამოსავლენად შემოქმედებითი მუშაობისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია და სიყვარულისთვის, თუ თქვენ იქნებით უფრო ტაქტიანი თავდაჭერილი, სასიყვარულო კონტაქტებისთვის ასევე მეტად ნაყოფიერი და საინტერესო პერიოდია. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანია მათი ასტროპროგნოზი 6-12 ივლისის შუალედში. ეხლა მოდი ვნახოთ უკვე ცალკეული დღეების პერსპექტივები, რა ტენდენციები ექნებათ მათ და დავიწყოთ აი ხვალინდელი დღით. ხვალ ჩვენ გვაქვს 6 ივლისი, ანუ ეს არის უკვე ორშაბათი დღე. მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი გველოდება, ანუ უკურსო მთვარე, როგორც ქვანარად უწოდებთ ჩვენ მას, დილის 9 საათზე 22 წუთზე დაიწყება და 19 საათამდე 8 წუთამდე გასტანს. ანუ ამ პერიოდში რა ხდება? ზედმეტად დუმდება ყურადღება ადამიანებში, ამიტომ მძღოლებს და ქვეით ატმოსფერულებს ამ პერიოდში ჭირდებათ ორმაგი სიფრთხილე ყურადღება, მით უმეტეს საჭესთან ან ქუჩაში. და ხვალ ზოგიერთი ადამიანი ფრიად არალოგიკურად იმოქმედებს და იაზროვნებს. ამისთვისაც ვიღოთ მზად. მოიმატებს ამდროულად იღბალი და ინტუიცია ადამიანებში, შემოქმედებითი ნიჭის უნარის გამოვლენის ტენდენცია და შინაგანი კეთილშობილება. და ავნიშნოთ ისიც, რომ საოჯახო საქმიანობისთვის, კულინარიისთვის, ფოტოგრაფიისათვის, ხელის თხოვნისათვის, სხვათა შორის არ არის ცუდი დღე. პირიქით, კარგია. ჯანმრთელობის კუთხით კი სუსტდება ტერფები, ლიმფური და ნერვული სისტემები თავის არე. ოპერაციების ჩატარება ორგანოთა მიმართებაში არ იქნება სასურველი და ყველას კარგია ხვალინდელი დღე მორიელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. რაც შეეხება ახლა უკვე 7 რიცხვს, 7 ეს არის სამშაბათი დღე. რა ხდება ახლა 7-ში? ნუ ჯერთი გეომაგნიტური. ეცეთ თქვენ გეომაგნიტური ნიშნავს იმას, რომ სხვა შორის 7, 8, 9 ზედიზედ 3 დღე გვაქვს გეომაგნიტური. ანუ სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი. ეს გეომაგნიტური ცით ამ დროს რა ხდება? მაგნიტური ქარიშხლები აფეთქებები, თქვა მზეზე და ეს ქარიშხლები მოდის დედამიწაზე, რის შედეგად ეს ზეგავლენას ახდენს ადამიანის გულსიძარღვან სისტემაზე, ნერვულ სისტემაზე და იწვევს წნევასთან დაკავშირებულ სირთულეების პრობლემებს. რის შედეგად ადამიანი ცუდად გრძნობს თავს, შეიძლება თავის ტკივილი იყოს, შეიძლება უგუნებობა იყოს და ასე შემდგომ და ამიტომ მივაქციოთ პირველში ყურადღება წნევის მდგომარეობას. გავიზომოთ, თუ წნევა დაბალია, იცით რა უნდა გქნათ? ყავის მიღებით აწევთ მას, თუ მაღალია, დაწევთ წამლებით. და მოიყვანთ წესრიგში ორგანიზმს, იმიტომ რომ ზედიზედ როცა მით უმეტეს 3 დღე მოდის, ასე ვთქვათ, გეომაგნიტური, ყოველთვის ეს რთულია და ნეგატიურ დახსასვას მით უმეტეს თუ ყავთ კიდევ მოხუცები და კიდევ ესეთი გეომაგნიტური გექნება შაბათსაც. ამიტომ ამ ხრივ ვიღოთ ცოტა ყურადღებით, მაგრამ აი 3 დღე ზედიზედ რომ მოდის, აი ეს ითხოვს ორმაგ ყურადღებას. და დავუბრუნდეთ 7 რიცხვს, 7-ში კიდევ ერთი მშვენი მოვლენაა. ცისკაბადონზე პლანეტა ნეპტუნი, ეს არის ინტუიციის, ეს არის ფანტაზიების მმართველი პლანეტა. სწორედ 7 ივლისიდან 16 ოქტომბრამდე, საკმაოდ ხანგრძლივი დროით, ხდება რეტროგრადული, ანუ უკუმავალი ვერძის ზოდიაქოში. და ამ ზეგავლენის შედეგად ეს მოვლენა მეტად განავითარებს ადამიანთა ხასიათში, ილუზიებს, ფიქრებს წარსულზე, ტყუილის გამოვლენის ტენდენციას, გადამეტებულ თანაგრძნობას ურთიერთობებში ასაცხოები გამოიყენებენ შემდგომ თქვენ საწინააღმდეგოდ, ძველი ვალების და ვალდებულებების შესრულების მოთხოვნას, ძველი არასწორად განვითარებული შემოქმედებითი პროექტებისა და ურთიერთობების
ურთიერთობებისადმი ასევე დაბრუნებას. ეს ყველაფერი იქნება დაკავშირებული სწორედ პლანეტა ნეპტუნის რეტროგრადულობასთან 7 ივლისიდან 16 ოქტომბრამდე. და თვითონ 7 ივლისს რაც შეეხება სამშაბათ დღეს, ამ დღეს მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ზედმეტ აზარტულ მოქმედებებს, სულ სწრაფ მოქმედებებს, პროვოკაციების ტენდენციაც მაღალი, ამიტომ აკონტროლეთ საკუთარი ემოცია. ეს ის პერიოდი, რომ შეობისას ეცადეთ არ დაარღვიოთ წესები ქუჩაში, იმიტომ რომ დაჯერიმების ტენდენცია იქნება საკმაოდ მაღალი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება თავის ზარღვანი სისტემა გზნობათა ორგანოები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა სამშაბათს არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დავადებულთათვის. რაც შეეხება უკვე 8 ივლისს, ეს არის 4-შაბათი დღე, აქ ჩვენ გვაქვს თან გეომაგნიტურია ეს დღე. და რას ნიშნავს უკვე იცი და რა უნდა გააკეთოთ თუ ესეთ დისკომფორტი იგრძენით მისი და თან მიმართულება დაკარგული მთვარის, ანუ უკურსო მთვარის პერიოდი გვაქვს ღამის საათებში. 22 საათიდან 53 წუთიდან ღამის 0 საათამდე 32 წუთამდე. უკურსო მთვარის შედეგად ზედმეტად, ასე თქვა, დუმდება ადამიანის ყურადღება. ეს შეიძლება გახდეს საკმარისი მიზეზი არასასურველი ტრავმებისა და ავარიების, რაც ითხოვს ორმაყ ყურადღებას ამ პერიოდში, როგორც მძღოლებისაგან, ასევე ქვეითად მოსიარულეებისაგან. და ვიმეორებ 22 საათიდან 53 წუთიდან 0 საათამდე 32 წუთამდე 8 ივლისს. და 8 ივლისს ნუაყვებით პროვოკაციებს და ყურადღებას გადაიტანთ მეორე ხარისხოვან საქმეებს. არ არის აქ სასურველი საბუთებზე ხელის მოწერა. აქ ცოტა საქმეებში, სასიყვარულო ურთიერთობებში რთულდება კომუნიკაცია და მეტი დრო დაუთმეთ გადაუდებელ მხოლოდ საქმეებს. სხვა შორის აქ კარგია სამაგიეროდ 8-ში ფანჯრების გათბობის სისტემის შეცვლა. აქ ხასიათვალებადებო შეიძლება პარტნიორ ურთიერთობებში ცოტა მეტად იჩინოს თავი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება თავი, ყელი, სეზარღვანი სისტემა, მხედველობა, გზნობათა ორგანოები. ოპერაციების ჩატარება მათ მიმართებაში არ იქნება სასურველი, აუცილებლობის გარდა და აქაც 4-შაბათს პატარა და ასე თქვა დარღვევა წესებისა მით უმეტეს საჭესთან ეგრევე შეიძლება დასრულდეს დაჯარიმებით. ყველაზე კარგია 8 რიცხვი ლომის, სასტორის, ასევე მშვილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დავადებულთათვის. ეხლა უკვე გადავიდეთ 9 რიცხვზე. 9 ივლისი. ეს უგარი ხუთშაბათი დღე. გეომაგნიტურია, ამიტომ იცით რა უნდა ქნათ, ესე იგი წნევას პირველში კონტროლი და მერე შესაბამისი პროფილაქტიკა და 9-ში, ესე იგი ხუთშაბათს ხდება კიდე ერთი მშვენი მოვლენა ცისკაბადონზე. აქ უკვე 9 ივლისიდან 6 აგვისტომდე სიყვარულის ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა გადაასვლებს ქალწულის ზოდიაქოში. და ამ ზეგავლენის შედეგად იგი მეტად განავითარებს მათ შორის პარტნიორულ ურთიერთობებში ორგანიზებულობას, დისციპლინას, მოთმინებას, მეტპრაგმატულობას, პასუხისმგებლობას, სიზუფთავისა და წესრიგისადმი მეტმიდრეკილებას, ერთგულებას, ტრადიციულობას, თუმცა მუდრულად გაამახვილებს რას? კრიტიკულობას, წვრილმანებისადმი ჩაძიებას, ზედმეტ პირდაპირობას, სიჯიუტეს და ეს მოვლენა მეტად გაუმჯობესებს ამდროულად ფინანსურ მდგომარეობას რაში? პედაგოგიურ სფეროში, მედიცინაში, მეცნიერებაში, მასმედიაში, ვაჭრობაში, ინჟინერიაში, ვეტერინარიაშიც კი. და სხვა შორის ეს უკვე ის მომენტია, რომელსაც უნდა ყურადღება, იმიტომ რომ ფაქტობრივად 6 აგვისტომდე 9 ივლისიდან არის ის პერიოდი, როდესაც პირად სასიყვარულო ურთიერთობებში შეიძლება უცებ გაგიკვირდეთ და ადამიანს გაუჩნდეს სურვილი ყველა წვრილმანებზე ჩაძიებისა. და მე პირდაპირ შულში მოგახლით, რასაც ფიქრობთ. ხო, აი ეს ტენდენციები მაქსიმალურად ეცადეთ რომ აღმოფრათ თქვენი ხასიათიდან, იმიტომ რომ ამით ძალიან მოუშლით ნერვებს, საწინააღმდეგო ქესის პარტნიორებს და ეს გამოიწვევს ხშირად კონფლიქტებს. აი ამ ტენდენციებს გაუსვათ ხაზი. და კიდევ, რაც შეეხება თვითონ დღეს, მოდი ამოვშოთ, რომ ეცადეთ წარმოექცეთ სხვათა ზეგავლენის ქვეშ ხუთშაბათს, შესაძლებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. სამაგიეროდ კარგია კულინარია, კარგია არომათერაპია. თუმცა პარტნიორულ ურთიერთობებში მაღალია ხუთშაბათს კამათის, ეჭვიანობის და ეგოიზმის გამო, კამათი შეიძლება გამოიწვიოს ამ ტენდენციებმა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავის ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე ქალწულის, თხისქას, თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის და ხუთშაბათს და პარასკევს მოერიდეთ კისრის მკვეთრ მოძრაობებს.
რაც შეეხება უკვე 10 რიცხვს 10 ივლისი ეს არის პარასკევი დღე. და აქ რა ხდება პირველ კითხვის ყურადღებას მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი. იწყებს იგი ამოქმედებას 14 საათზე, 14 წუთზე და 24 საათამდე გასტონს და ამ პერიოდში რა ხდება? ზედმეტად დუმდება ყურადღება. ეს კი შეიძლება გახდეს რისი მიზეზი? არასასვლელი ტრავმებისა და ავარიებისა, რაც ამ დროს ითხოვს ორმაგ ყურადღებას მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისაგან. და პარასკევს მოიმატებს სიცოცხლის უნარიანობა ადამიანებში, თუმცა ამავდროულად არის ზედმეტი ამპარტავნობის, გადამეტებული სიამაყის, განდიდების, ასე ვთქვათ, წარმოქმნის საფრთხე ადამიანთა ხასიათში. პარტნიორ ურთიერთობებში საერთო საქმე და გეგმები კიდევ უფრო მეტად ხელში უწყობენ თქვენს შედუღაბებას. და აღნიშნოთ ის, რომ ფაქტორია შარცასკესო სისტემის კურნალობას, მკვეთი ვარჯიშების ჩატარება, სახის, კანის, თმის კვება. ამავდროულად აღნიშნოთ, რომ არ იქნება სასურველი პარასკევს ხალების პაპილომების მოშორება და სარისკო მოქმედებები. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი, სწორი ნაწლავი. ოპერაციების ჩატარება მათ მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა პარასკევს არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე კუროს, კირჩხიბის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. სანამ შაბათ დღეზე ვისაუბრებთ, იქამდე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ გამოსულია ჟურნალი შენი ჰოროსკოპი და ასევე დიდი ჟურნალი უბრალოდ ჰოროსკოპი. ორივე არის გაყიდვაში და მithumetes ყველა დიდ ქალაქში შეგიძლიათ ნახოთ ეს ჟურნალები. თითოეულში არის მნიშვნელოვანი საინტერესო ინფორმაცია. შენი ჰოროსკოპი მაგალითად მოიცავს ყოველი თვის ასტროპროგნოზს ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისათვის. ანუ ფაქტობრივად წლის გარკვეულწილად დანაწევრებული ჰოროსკოპია, შეიძლება ესე ვთქვათ. ფარველი ანგელოზის წარმატების დრო ასევე აქ გაქვთ აღნიშნული და ბევრი სხვა საინტერესო ინფორმაცია. ამიტომ ეს პირველი ჟურნალი შენი ჰოროსკოპი. მეორე დიდი ჟურნალი ჰოროსკოპი, რომელიც შეიცავს ასევე არანაკლებ ინფორმაციას, აქ არის 2016 წლის პოლიტიკურ ასტროლოგიური პროგნოზი, თავისი გრაფიკული ახსნით და განმარტებით. აქ არის 2026 წლის როგორც დასავლური ასევე აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნების მიმოხილვა, როგორ იქნება ეს წელიწადი მათთვის სტრატენციების მატარებელი. აქვე გაქვთ თქვენ ასევე გრაფიკული გამოსახვით გეომატრია დედამიწისა, ანუ მზის ქარიშხლები, როგორ მოქმედებს ეს დედამიწაზე, რას იწვევს და ეს ყველაფერი მათ შორის გრაფიკულად არის გამოსახული. აქვე გაქვთ თქვენ ყოველდღიური ასტროპროგნოზი მთვარის კალენდრის და მიხედვით და შეგნით იცით გელოდებათ უკვე ბიზნეს შემოქმედებითი სასიყვარულო კალენდარი, თავისი დადებითი და უარყოფითი დღეების მაჩვენებლით. აქვე გაქვთ სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი, ეს აღნიშნულია ეს დღეები, როდესაც ამა თუ ოპერაციის ჩატარება, ამა თუ ორგანიზმის მიმართებაში თვეების და მიხედვით წლის ბოლომდე არ არის სასურველი. ეს ყველა ზოდიაქოს ნიშანს ეხება უპირატესად და ასევე დიდი ასტროლოგიური კალენდარი და სხვა შორის ასევე გვაქვს ასეთივე პატარა. პატარა ეს არის ჯიბის, მოდი ასე ვთქვათ, ხო, შეგიძლიათ ჯიბეში კონდეთ, ეს არის ერთი ზოდიაქოს ნიშნის წლის ბოლომდე თვეების მიხედვით გათვლილი დადებითი უარყოფითი დღეები და აქ კიდე გაქვთ იგივე ოღონდ 12-ვე ზოდიაქოს ნიშნისთვის. ანუ გათვლილი 12 თვე ყოველ თვეში ჩასმული გაქვთ დადებითი უარყოფითი დღეები და ასევე ახალმთვარეობის, სავსე მთვარეობის დღეები, მათი მნიშვნელობა, განმარტება და ასე შემდგომ. 12-ვე ზოდიაქოს ნიშანი აქ არის. ეს ყველაფერი დევს ჟურნალ ჰოროსკოპში. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ კიდევ სანამ არის, შეგიძლიათ შეიძინოთ ეს ორი ჟურნალი, შენი ჰოროსკოპი და ჟურნალი ჰოროსკოპი, ტრადიციულად პრესის ჭიხურებში. მაგრამ თუ თქვენ დაუშვათ იქ ვერ აღმოაჩინეთ ეს ჟურნალები, ან გინდათ რომ სახში მიტანით მოხდეს თქვენთან ამის მოწოდება, მაშინ შეგიძლიათ შეეხმიანოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597-15-99-77. მეორე 597-15-99-77 და ამ ინფორმაციას, ამ ლიტერატურას მიიღებთ სახში მიტანით, იქნებით გაფრთხილებული და იმედია შეიარაღებული და წარმატებული ამ ინფორმაციით. ეხლა უკვე მოდით გავაგრძელოთ საუბარი შემდეგი კვირის ასტროლოგიურ მოვლენებზე. ჩვენ ესე იგი მიმოვიხილეთ უკვე ცალკეული დღეების 5 დღე, მათ შორის პარასკევი დღე და ეხლა გადავედით შაბათს. 11 ივლისია შაბათი დღე. გეომაგნიტურია და იცით რა უნდა გააკეთოთ გეომაგნიტურის დროს თუ თქვენ რაღაც დისკომფორტი გაქვთ, ავიტივად უგონებობა და შემდგომ. ესე იგი ვიზამავთ წნევას პირველ რიგში და თუ ასეთი პრობლემა არის, ამ შემთხვევაში ვიყენებთ რასაკვირველი ამ წამლების პროფილაქტიკას ან ყავით დახმარებით საკუთარ თავს. ღამის საათებში გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, პირველი საათიდან ღამისა
3 საათამდე. ამიტომ ზღოლებს ქვევით ატმოსფეროს, იმიტომ რომ ვიცი რომ ღამეც ინტენსიურია საკმაოდ მოძრაობა ქალაქში. ამ პერიოდში მართებთ ორმაგი ყურადღება, რომ მithumetes შეიძლება დაღლილი იყოს უკვე მძღოლი და ყურადღებობის ნიადაგზე აქ შეიძლება ტრავმატულმა ტენდენციებმა ეჩინონ მეტად თავი. და შაბათს ნაკლები ილაპარაკეთ, მეტად უსმინეთ ხვებს. კარგი დროა სახლის ამ ბინის რემონტისათვის. ეცადეთ არ გაიფუჭოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. მაღალი ასევე გაცივების ალბათობა ამ ხრივაც ვიღოთ ცოტა ყურადღებით, უხაერო სივრცეებს მაქსიმალურად მოერიდოთ. და აუნიშნოთ ისიც, რომ პარტნიორთებთან შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრის წინაშეც აღმოჩნდეთ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ბრონქები, ფილტვები, ხელები, მხრები. ოპერაციების ჩატარება მათ მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია შაბათი დღე ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე 12 ივნისს, ეს არის უკვე 12 ივლისი, ეს არის კვირა დღე. აქ მიაქცევთ ყურადღება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს ღამე 2 საათზე 13 წუთზე დაიწყებს მოქმედებას 24 საათამდე მოქმედებს. შესაბამისად უნდა ყურადღება თითქმის მთელი დღე და ნახევარი ღამე მაინც ზღოლებს ქვევით ატმოსფეროს მithumetes, იმიტომ ტრავმატული ტენდენციები აქ ყურადღებობის ფონზე მოიმატებენ და 12-ში შესაძლებელი არასწორი გაწყვეტილება მიიღოთ. ამიტომ ნუჩქარობთ ყველაფერი ზედმეტწევნით აწონ-დაწონთ. ეს ყველას ეხება თავისთავად. კარგი აქვს სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება. საკვებ რაციონში შეიტან ცხარე და შებოლილ საკვებს, ეს ნეგატიურად იმოქმედებს ორგანიზმზე. აქ ცოტა მაღალია ინტრიგების დაცინვის ჭორების ალბათობა. ყველა ინფორმაცია ამიტომ გადაამოწმეთ. ზედმეტი არ ილაპარაკოთ, საიდუმლო არ გათქვათ. და პარტნიორთების ცოტა მოიმატებს ფლირტი, გზნობების ზედაპირულობა. სამაგეროდ კარგია ეს დღე მაგალითად ტელევიზორის, გაჯეტების, ტელეფონის და სხვა საკომუნიკაციო აპარატურის შესაძენად. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება აქაც ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები, ამიტომ უხაერო სივრცეებს მაქსიმალურად მოერიდოთ. ყველაზე კარგია შემდეგი კვირა ლომის, სასწორის, მშვილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. ეს ესე იგი ინფორმაცია შემდეგი კვირის შესახებ ცალკეული დღეების და მიხედვით და ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების და მიხედვით. ახლა ვისაც აქვს საქმე ბიზნესთან დაუშვათ იქ ფინანსებთან და ასე შემდგომ, მათ საყურადღებოდ მინდა აღნიშნო, რომ პერიოდი, ესე იგი, რომელიც იწყებს უკვე ამოქმედებას 6-დან 9 ივლისის ჩათვლით, აქ მოიყვანეთ წესრიგში პირველში საბუთები. და აქ არ იყოს რაღაცა ისეთი საბუთებში, რაც მე არ გაგეპაროთ, რაც მე პრობლემებს შეგიქმნით. და საკუთარ ძალებს, საკუთარ ცოდნას დაეხდანით პირველ რიგში. რაც შეეხება პერიოდს უკვე 10, 11, 12 ივლისის, აქ მიიღებთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, ზედმეტ ფინანსებს დახარჯავთ. აი ეს ითხოვს აქ ცოტა მეტ ყურადღებას. რაც შეეხება მგზავრობა, მოგზაურობის თვალსაზრისით, პერიოდი, რომელიც უკვე 6 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით, გვაქვს ჩვენ აქ არ არის მაინდამაინც სასურველი მთიან რეგიონებში მგზავრობა, მოგზაურობა, ან ისეთ ადგილებში, სადაც ცუდი გზაა და ცოტა მეტი სირთულეები იქნება. ეცადეთ რომ ყოველ შემთხვევაში ესეთი მარშრუტი აირჩიოთ, რომელიც თქვენთვის ნაცნობია. აი ეს არის ერთადერთი აქ საყურადღებო. სასკვალო პარტნიორთებებს რაც შეეხება, აქ აღნიშნოთ, რომ 9 ივლისის ჩათვლით მოდი აღნიშნოთ, რომ აქ თუ რაღაცა წყენა იყო, აი ეს წყენა შეგიძლიათ დაივიწყოთ და დავუშვათ შერიგდეთ. ეცადეთ, რომ რაღაც პატარა პრობლემებზე არ შექმნათ კონფლიქტი. რისი ტენდენცია არის, ხოლო მე უკვე 12 ივლისის ჩათვლით პერიოდი, ან მეორე ნახევარი კვირისა, არავით არის საქმეთა გარჩევა. აი ამას შეიძლება მოყვეს მე არასასწრელი პრობლემები. ამიტომ ეცადეთ, რომ აი ნეგატიურ ტენდენციებს ცოტა მეტი ყურადღება დაუთმოთ ამ პერიოდებში. ვისაც უნდა თმის შეჭრა, მათ საყურადღებოდ მოდით აღნიშნოთ, რომ ჩვენ გვაქვს რეალურად გარკვეული დღეები, რომელიც საყურადღებოა, მაგალითად 6 და 7 ივლისის დღეები. საკმაოდ კარგია. ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ თმების შესაჭრელად და ასევე 11 რიცხვი კარგია. აი შაბათი დღე. აი 3 დღე 6, 7, 11 ივლისის დღეები. ყველაზე კარგია თმების შესაჭრელად. ვისაც აქ ახლა დაუშვათ დაგეგმილი მკურნალობის დაწყება. აი მათ საყურადღებოდ მოდი აღნიშნოთ, რომელი დღეები იქნება ყველაზე კარგი თქვენთვის ამ პერიოდში. პირველ რიგში აქ კარგი იქნება 6 რიცხვი, 8 რიცხვი, გამოიყენოთ 9 და 11 ივლისის დღეები. ნეგატიური დღე რეალურად არც ერთი არ გვაქვს. ამიტომ სხვა დღეებიც თუ აქ ვერ შეძლებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოგზაურობის კუთხით მოდი ასე ვთქვათ, რომ 8, 9
აი ეს ორი რიცხვი იქნება მაინც ყველაზე კარგი და ნაკლებად იქნება სასიკეთო 10-11 ივლისის დღეები. სამსახურის შეცვლას ვინც აპირებს, მათ საყურებლობთ აღნიშნოთ 6-11 აი ეს ორი დღე გამოიყენეთ და არ ვარგა 10 ივლისის დღე. ხელშეკრულებების დასადებად ყველაზე კარგი იქნება 7-8, ასევე 12 ივლისის დღეები და არ ვარგა 10 ივლისის დღე. ქორწინებისათვის ყველაზე კარგი იქნება აქ 6-7-12 ივლისის დღეები და არ ვარგა 10 და 11 ივლისის დღეები. რაც შეეხება ბინის ყიდვა გაყიდვას ახალ ბინაში გადასვლას, ყველაზე კარგი იქნება აქ უკვე 7-8-9 ივლისის დღეები, ეს დღეები გამოიყენოთ და არ ვარგა 10 ივლისი აქაც. მშენებლობის დასაწყებად, სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ყველაზე კარგი იქნება 6-10-11 ივლისის დღეები და არ ვარგა 8 ივლისის დღე. მსხვილი საყიდლებისთვის ყველაზე კარგი იქნება 7 ივლისი, ასევე 9 და 12 ივლისის შეგიძლიათ გამოიყენოთ, არ ვარგა 6-8-11 ივლისის დღეები. სასამართლო პროცესების დასაწყებად ყველაზე კარგია 6-7-9 ივლისის დღეები და არ ვარგა 10 ივლისი. აი ეს ტენდენციები აქ გავითვალისწინოთ, ვისაც აქ ასე ვთქვათ, ეს რაღაც საყურადღებო საქმეები შესასრულებელი. ეხლა მოდი აღნიშნოთ ასევე ის პერიოდი, რომელსაც ქვია ასე ვთქვათ, ანგელოზის საათი და ასევე გარკვეული ასე ვთქვათ, რიტუალები საფინანსო, რომელსაც ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ ამა თუ იმ მოქმედებებით გავაძლიეროთ ფინანსური ეგრეგორი, მოვიზიდოთ ფული ან განვიზიდოთ იგი ამა თუ იმ მოქმედების მეშვეობით. აი დავიწყოთ მაგალითად, ხვალ 6 ივლისს კარგია ვალის გაცემა. ეს მეტად მოიზიდავს შემდგომ დამატებით ფინანსურ სახსრებს გვენდამი, მაგრამ ხვალ არ ვარგა ფულის ვალში გაცემა აღება, კრედიტის გაფორმება, ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. ეს მეც რთულობებს გამოიწვევს შემდგომ. ზეგ 7 ივლისს ნებისმიერი ქველმოქმედება შემდგომ შემოიტანს ფინანსურ დივიდენდებს. 8 ივლისს კარგია ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, ასევე ვალუტის ყიდვა გაყიდვა, არ ვარგა ვალის გასტუმრება. 9 ივლისს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება, ასევე ვალუტის ყიდვა გაყიდვა, არ ვარგა კაპიტალ დაბანდება და ინვესტიციების გაკეთება. 10 ივლისს კარგია ვალების გასტუმრება, 11 ივლისს ასევე კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება და არ ვარგა საკუთარი ფულის გადათვლა. და 12 ივლისს, მოდი ასე ვთქვათ, აქაც ქველმოქმედება გაამართლებს მაქსიმალურად, მაგრამ ზვირფასეულობას ლომბარდში ნუ ჩავდებთ. აი ამ ტენდენციებს მიაქციოთ ყურადღება. ეხლა რაც შეეხება ანგელოზის საათს, მოდი აღნიშნოთ, რომ აქ უპირველეს ყოვლისა 6 რიცხვი, ორშაბათი. 21 საათიდან 7 წუთიდან 21 საათამდე 54 წუთამდე გასტანს ანგელოზის დრო. ამ პერიოდში შეგიძლიათ ილოცოთ და მიმართოთ თქვენს ფარველ ანგელოზს თხოვნით. თუ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, თუ თხოვნა ადეკვატურია, ის ასრულდება თუ არა და არა. შემდგომ უკვე 7-ში 8 საათიდან 26 წუთიდან 9 საათამდე დილის 12 წუთამდე. 8-ში დილის 9 საათიდან 34 წუთიდან დილის 10 საათამდე 29 წუთამდე გასტანს იგი. 9-ში დილის 10 საათიდან 20 წუთიდან დილის 11 საათამდე 7 წუთამდე. შემდგომ უკვე 10 ივლისს დღის 11 საათიდან 28 წუთიდან დღის 12 საათამდე 12 წუთამდე. შემდგომ უკვე 11-ში დღის 12 საათიდან 7 წუთიდან 12 საათამდე 53 წუთამდე და 12-ში კვირას 13 საათიდან 2 წუთიდან 13 საათამდე 59 წუთამდე. აი ეს არის ანგელოზის დრო ასევე ამ კვირის განმავლობაში. ეხლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, რადგან მოდი ასე ვთქვათ, ეხლა ჩვენ გვაქვს კერჩხების დრო, ანუ მზე გადის რეალურად კერჩხების ზოდიაქოს ნიშანს და აქ იქნება იგი 22 ივლისამდე, ნუ რა ტენდენციებია ზოგადად მოსაოდნელი ამ პერიოდში კერჩხებთან დაკავშირებით და რა იქნება კარგი რომ გავითვალისწინოთ ეს ყველა ზოდიაქოს ნიშანს ეხება ეს ყოველივე და აღნიშნოთ რომ პირველ რიგში აქ კოსმოსი აუცილებლად ითხოვს ყველასგან აქტიურ მოქმედებას, ინიციატივის გამოვლენას. ანუ ზოგიერთი რას ყველა ამ პერიოდში უკვე ისვენებს, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, საქმიანი კუთხითაც პერიოდი საკმაოდ კარგია, იმიტომ რაც მეტად გამოავლენთ ინიციატივას, მით მეტად გაქვთ შანსი, რომ ფინანსურადაც გააძლიეროთ თქვენი პერსპექტივები და საქმეშიც გაიმარჯვოთ. და განსაკუთრებით უკვე 15 რიცხვიდან ივლისისა, როცა დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადავა, ეს დადებითი შანსები 1-2 მოიმატებენ. და შესაძლებლობა, დაუშვათ იდეების რეალიზაცია,
შესაძლებლობა, მოლაპარაკების შესაძლებლობა, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთი-ორად მოიმატებს, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რა აქ. ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება და ძლიერი რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისა. აი ეს ხელს უწყობს პოტენციალის გამოვლენას და მეტ წარმატებას. აქ ზედმეტი მორცხობის პერიოდი არ არის, მოდი ეს ვთქვათ. კი, ზოგადად მორცხობა ცუდი შეიძლება არ არის, მაგრამ გადამეტებულად არა. თორე ეს ყველაფერში შეგიშლის ხელს და ფაქტობრივად თქვენს თავისუფლებასაც წაგართმევთ. აი ვისაც აქ უნარი დაუშვათ აქ ნაკლებად ინდივიდუალურად იმოქმედოს და რაღაც ჯგუფურ მოქმედებებში მიიღოს მონაწილეობა. აი მათთვის უფრო სასკეთო იქნება ეს პერიოდი, უფრო წარმატებული. შეიძლება ესე ვთქვათ, გასაგებია რომ ყველას გარკვეული პირადი ამბიციები აქვს, მაგრამ აქ ახლა სწორედ ჯგუფური ერთიანობა, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა, საქმიანობა გვაძლევს ყველაზე კარგ შედეგებს და შესაძლებლობებს. თუმცა მოწინააღმდეგეებს რას უყურია არ ძინავთ, ესეც გავითვალისწინოთ. თუმცა სხვა პერიოდისგან განსხვავებით ისინი მეტნაკლებად კეთილსინდისიერად მოქმედებენ. ზედმეტი ინტრიგების გარეშე, მოდი ასე ვთქვათ, ხელმძღვანელები მართალია მოთხოვნები არიან ამ პერიოდში, მაგრამ სამაგერო თუ დაინახავენ რომ თქვენ სწორად მოქმედებთ, კარგად მუშაობთ და ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობაც მაღალი გაქვთ, ეს სხვა შორის სათანადო იქნება შეფასებული მათი მხრიდან, ხელშეუწყობს მათ შორის თქვენს კარიერულ შემდგომ განვითარებასაც კი. პირად ცხოვრებას რაც შეეხება რომანტიკული რასაკვირველია განწყობა ადამიანებს საკმაოდ მაღალი აქვს, მაგრამ აი ისეთ დაუშვათ მეუღლეებს, რომლებსაც უკვე მრავალი წელი ერთად ცხოვრობენ, მათ ეკნებათ გარკვეული კოსმური გამოცდა. იმაზე თუ რაოდენ, ასე ვთქვათ, მდგრადია კიდევ მათი ურთიერთობა, რაოდენ მდგრადია მათი სასქესო კონტაქტი და ასე შემდგომ. კი, შეიძლება რაღაცა საკამათო სიტუაციებით შეიქმნას, მაგრამ სამყარო სწორედ აგიწყობ თქვენ გამოცდას იმაზე თუ აი ამას როგორ გადალახავთ ამ საკამათო მომენტებს. ანუ ეცდებით რომ ეს კამათი არ გადაიყვანოთ კონფლიქტში და მშვიდ და წყნარად აუხსნათ ერთმანეთს თავისი აზრიც გაუზიაროთ და ასე შემდგომ არ გაიხსენოთ ძველი რაღაცა წყენები და ასე შემდგომ. მაშინ ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება და ეს იქნება ამ კოსმური გამოცდის სწორი ჩაბარება. მაგრამ თუ დაუშვათ და სიტუაცია დაიძაბა პარტნიორულ ურთიერთობებში და რაღაცა უკვე არის ეს სიტუაცია, რომ შეიძლება დაშოვდეთ, ხო? ნუ ჩქარობთ. ანუ მოდი ასე ვთქვათ, ეს არ არის პერიოდი, როდესაც უნდა იჩქაროთ და სწრაფად მიიღოთ აქ გადაწყვეტილება. არამს და არამს, იმიტომ რომ ძალიან მალე ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. ამიტომ აქ მოთმინება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ფორსირებას ნუ მოახდენთ მოვლენებისა. იმიტომ რომ ეს პერიოდი, ასე ვთქვათ, გაშორებისათვის ნამდვილად არ არის სასიკეთო. აქ ჯობია პაუზა აიღოთ გარკვეულწილად თქვენი გზნობები, აზრები თავიდან გაიაზროთ და მოიყვანოთ წესრიგში და მე გაცილებით უფრო კარგად დაალაგდება ყველაფერი. ახალ ურთიერთობებს კი ახალ სასკოლო კონტაქტებს, ამურულ ურთიერთობებს მაქსიმალურად თავი დავუნებოთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შემდგომ ძალიან ცუდად დასრულდება. აქ ზედმეტ ვნებაზე აყოლება და ასე შემდგომ მე დასრულდება საკმაოდ ცუდად. ამისთვის ეს პერიოდი ნამდვილად არ არის სასიკეთო. ეხლა ბავშვებს სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება ამ პერიოდში, განსაკუთრებით ბიჭებს. გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ მაქსიმალურად აკონტროლეთ ისინი. იმიტომ რომ აქ მათ ცხოვრებაში გარკვეული, ასე ვთქვათ, ტრავმული ტენდენციების ალბათობა მატულობს დამხრივად, როგორც ცოტა ურადღებით. და ისიც ეცადეთ, რომ ხა ზოგიერთი მათგანი უკვე უსაქმოდ არის და სად მოხდება და რა წრეში მithumetes გაცმართის, ამიტომ აკონტროლეთ. სად არის, რასაკეთებს და ასე შემდგომ. ჯანმრთელობას რაც შეეხება, ხა თუ რაღაც ტრომანი, რაღაც გაცივებები ან რაღაც ამდაგვარი არ მოხდა და ასევე მიაქცეთ ყურადღება საკვებს, რატომ? იმიტომ რომ მოწამვლის ტენდენცია ცოტა მაღალია. აი რაღაც ამდაგვარი თუ არ მოხდა, სხვა მხრივ რაღაცა განსაკუთრებული პრობლემა არ არის მოსაუდნელი. ხა დიდხანს მზეზე, ნუ იქნებით ხედავთ თქვენ როგორი მწველი მზეა და მაგაც აქედან შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას. ეგზოტიკური კერძების მიღება ეხა სასურველი ნამდვილად არ იქნება და ვიმეორებ ხარისხს პროდუქტებისა, განსაკუთრებული და წყლისა მიაქციეთ ყურადღება. რომ აქ რაღაცა მოწამვასთან დაკავშირებულმა პრობლემებმაც არაჩინოს შემდგომ თავი რისი ალბათობა არის მაღალი, აუცილებლობა არა, მაგრამ ალბათობა არის. და სახლში, თქვენ სახლში ან ნებისმიერ ადგილზე სადაც იქნებით, ყველაზე კარგი იქნება სამხრეთი ნაწილი. აი, მზე ამოდის აღმოსავლეთ მხარეს და აი სამხრეთ ნაწილში იყავით მეტად. აქ ძალიან დადებითი ენერგია გროვდება ეხლა და აქ თავსაც უფრო უკეთ იგრძნობთ.
რაც შეეხება ახლა დასვენებას, კარგი იქნება თუ დასვენება იქნება აქტიურ, ასე ვთქვათ, მოქმედებებთან შეხამებული და მათ შორის აქტიურ ვარჯიშებთანაც კი. შეიძლება ესე ვთქვათ, ამიტომ სირბილისთვის, ცურვისთვის, მაგალითად სიარულისთვის, ფეხით, ველოსიპედისთვის, როლიკების გამოსაყენებლად იქნება ძალიან კარგი. ეს პერიოდი ამ ხრივ ესეთი ვარჯიშები იქნება ძალიან კარგი. თუმცა კვებასაც უნდა მიექცეს რასაკვირველია ყურადღება. პირველ რიგში ხილი ბოსტნეული წინა პლანზე, ეხლა ამის დროა, სხვადასხვა სალათები და ასე შემდგომ კონკურენციის მიღმა არის ზღვის პროდუქტი, მათ შორის თევზეული. რასაკვირველია, უნდა იყოს ახალი, კარგად გაკეთებული, მაგრამ ძალიან კარგად მოქმედებს სიგეხლა ორგანიზმზე და ძალიან აძლიერებს ადამიანის იმუნიტეტს. ვისაც ახლა მაინც ხორცეული უნდა, მენავითად რომ ხორცისთვის პერიოდი უკვე ნაკლებ პერსპექტიულია, მაგრამ დავუშვათ არიან ასეთი ადამიანები, ვისაც ეს აუცილებლად უნდა, ტანჭირდება და ასე შემდგომ. აქ სხვათა შორის ცხრის ხორცი არის უფრო სასარგებლო. დავუშვათ და აი ღვიძლის ხორცი, ღვიძლი ხორცეულიდან, მოდი ასე ვთქვათ, გამოიყენოთ, ძალიან აწევს იმუნიტეტს საკმაოდ მაღლა, სხვა ხორცი ნაკლებად, მაგალითად ღორის ხორცი არა. აქ არ არის სასურველი, მაგალითად ლობიო უკვე ნაკლებად და ასე შემდგომ. და აღვნიშნოთ ის, რომ ალკოჰოლური სასმელებიც მაინდამაინც სასურველი არ იქნება. თუ დავუშვათ მოგზაურობის პერსპექტივა, აქ შეგიძლიათ იმგზავროთ პირველ რიგში სამშობლოში, 22 რიცხვამდე მაინც სამშობლო იქნება ძალიან კარგი და აქ ძალიან ბევრ აღმოჩენებს გააკეთებთ სამშობლოსთან მიმართებაში. უცხოეთშიც კი ბატონო, შავსები შესაძლებელია, მაგრამ განსაკუთრებით კარგი იქნება ვიეტნამი, კორეა და ჩინეთი. ამ ქვეყნებში რაღაც არნახულ შტაბიჟილებებს მიიღებთ. თუმცა ნებისმიერი შეიძლება სხვა ქვეყანაც აქ უგუჩვენება, სხვა ქვეყნებსაც არ ექნებათ. და ამ ხრივაც გავითვალისწინეთ, რომ ეს ტენდენციებია მოსაოდნელი ამ პერიოდში. ეხლა ჩვენ მე მინდა რომ კიდევ ესე იგი რაღაც გარკვეული ინფორმაცია მოგეცოთ, ჩვენ დავიწყეთ წინა გადაცემაში საუბარი მედიცინაზე და ასტროლოგიაზე, მოგხსენებათ ამაზე ვსაუბრობდით და ეხლა აი გადავიდეთ, მე გაგვიწყდა წინა გადაცემაში აქ სხვა თემაზე ვისაუბრე და ეხლა კიდევ მინდა გავაგრძელო ეს თემა. აი მოტეხილობებისა და შრამების მოცილების აუცილებლობისას ზოგჯერ აუცილებელია ოპერაციების ჩატარება. ხერების არეში და ხელებზე. ამისთვის საუკეთესო დრო ისე მთვარის დაღმოვალი ფაზაა. ოღონდ არ გამოდგება ეს დღეები, როდესაც მთვარე გაევლის ტყუპების ზოდიაქოს. იგივე რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს ადამიანებმაც, ვისაც სურს პირსინგებისა და ტატუს გაკეთება. სხეულის ამ ნაწილზე ოღონდ დამატებით არასასწორებლად შეიძლება მიიჩნიოთ ეს დღეები, როდესაც მთვარე კუროს ან სასწორი ზოდიაქოში. ახლა ზოგიერთი კითხვას დასვავს და როგორ გავიგო, სად არის მთვარე ამა თუ იმ დღეს. ეს შეგიძლიათ ინფორმაცია მოიპოვოთ, ჯერ ერთი გაზეთ ასავალ-დასავალში, მერე ჟურნალ თბილისელებს, სადაც აღწერილი მაქვს, რომელ საათიდან, რომელ საათამდე, რომელ დღეს მთვარე რომელ ზოდიაქოში იმყოფება. და აქედან უკვე გეცოდინებათ ეს ინფორმაცია გეკნებათ. კუჭის მკურნალობისა და მასზე ქირურგიული манипуляციის ჩატარებისას აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ კუჭს ფარველობს მთვარე. და შესაბამისად კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანი. სწორედ ამიტომაც ნებისმიერი ზეგავლენა ამ ორგანოზე სასურველი არ დაემთხვეს იმ დღეებს, როდესაც მთვარე გადის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს. ოპერაციის შემთხვევაში სასურველია მთვარე დაღმავალ ფაზაში იყოს. დაღმავალი ნიშნავს სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე, როცა იგი არის ნებისმიერ ნიშანში კირჩხიბისა და ნაწილობრივ ტყუპების ნიშნების გარდა. მკერდის არე ადამიანის სხეულის საკმაოდ მრავალფუნქციური ადგილია. მასში შედის როგორც სარძევე ჯირკვლები, ასევე ნეკნები და გულიც კი ნაწილობრივ. სარძევე ჯირკვლები ისევე როგორც კუჭი იმართება კირჩხიბის ნიშნით და შესაბამისად ოპერაციების ჩატარება სასურველია მოხდეს მთვარის დაღმოვალ ფაზაზე, იმ დღეებში, როდესაც მნათობი არ გაევლის ტყუპებისა და განსაკუთრებით კირჩხიბის ნიშნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები ბოლომდე არ იქნება აღმოფრილი და შეაძლოა დიდხანს კიდევ საჭირო გახდეს მკურნალობის გაგრძელება. გულს მიუხედავად იმისა, რომ მკერდის არეში მდებარეობს, განსაკუთრებული როლი და პატივიც აქვს. მასზე პასუხისმგებლობა ყველაზე მედიდურ ნიშან ლომს ევალება. გული ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელზეც პირდაპირ არის დამოკიდებული ადამიანის საიცოცხლო ფუნქცია. ამ ორგანოს ტკივილის დაზიანების ან ფუნქციონირების შეჩერების შემთხვევაში სასწრაფოდ აუცილებელი ხდება სამედიცინო ჩარევა და მკურნალობა. ზოგ შემთხვევაში ოპერაციის ჩატარება და ზოგჯერ ხელოვნური ხელსაწყოთის შეცვლაც კი, რათა ადამიანი ცოცხალი დარჩეს და განაგრძოს სრულფასოვანი ცხოვრება. ამიტომაც გულის მკურნალობის, განსაკუთრებით კი გულზე ოპერაციებისა და სხვა ქირურგიული манипуляციების ჩატარებისას განსაკუთრებით აუცილებელია სასურველი პერიოდის შერჩევა. რა თქმა უნდა, არსებობს სიტუაციები, როდესაც კარგი პერიოდის გამოსატვლად და
დასავლოდინებლად, მოდი ეს ვთქვა, დრო არ რჩება და სასწრაფო და უცებელი ოპერაციის ჩატარება, მაგრამ თუ დრო საშუალებას იძლევა, მაშინ გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციები. ოპერაციების ჩატარება გულზე სასურველია მთვარის დაღმოვალ ფაზაში, ოღონდ მთვარე არ უნდა გადიოდეს ლომის ზოდიაქოს ნიშანს. აი ეს გავითვალისწინოთ. მუცლის ღრუსა და ნაწლავთა სისტემას დიდწილად განსაზღვრავს ქალწული ზოდიაქო. სწორედ ამიტომაც ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარებისას სასურველია მთვარე არ გადიოდეს ქალწული ზოდიაქოს ნიშანს. გამონაკლის წარმოადგენს მხოლოდ სწორი ნაწლავი, რომელსაც მორიელი და კურო ეს ორი ნიშანი ფარველობს და მასზე ოპერაციების ჩატარება არ არის რეკომენდირებული. ამ დღეებში, როცა მთვარე მორიელს ან დაუშვათ კუროს გადის. მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლი არა ორგანო, არამედ ჯირკვალი, მას მნიშვნელოვანი საიცოცხლო ფუნქცია გააჩნია, რის გამოც ცალკეულად შეგვიძლია განვიხილოთ, მასზე პასუხისმგებელია მშვილდოსნის ნიშანი, რის გამოც მისი სიცოცხლის უნარიანობა დაქვეითებულია სწორედ იმ დღეებში, როდესაც მთვარე მშვილდოსნის ზოდიაქოს გადის. ამიტომაც სასურველია ქირურგიული ოპერაციები ღვიძლზე არ ჩატარდეს ამ დღეებში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, სასურველია მთვარე დაღმოვალ ფაზაში იმყოფებოდეს. თირკმელები და შარდის ბუშტი კი იმართება სასწორის ზოდიაქოს ნიშნის მიერ. ამიტომაც ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება სასურველია მოხდეს იმ დღეებში, როდესაც მთვარის მდებარეობა არ დაემთხვევა სასწორის ზოდიაქოს ნიშანს. რაც შეეხება სასქეს ორგანოებს, მათზე ასევე როგორც სწორ ნაწლავზე პასუხისმგებელია მორიელი ზოდიაქო. იმ დღეებში, როდესაც მთვარე გადის მორიელი ზოდიაქოს ნიშანს, სასქეს ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება სასურველი არ არის. რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები. ასევე ამ დღეებში სასტიკად იგრძალება მშობიარობის დროზე ადრე ხელოვნურად შეწყვეტა ანუ აბორტი. ამას შედეგად შეიძლება მოყვეს მერე უშვილობა, სეროზული დაავადებები და სხვადასხვა სახის გართულებები. დანარჩენ თემებზე ჩვენ, რომელსაც მედიცინას და ასტროლოგიის ერთიანობას ეხება, ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ გადაცემაში, იმიტომ რომ ახლა ფაქტობრივად საერთო დრო გვეწურება. ხვალდილი 11 საათზე კიდევ ერთხელ ნახავთ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გამეორებით ჩვენს გამოდელ გადაცემას, ასევე დაიდება ის Facebook-ზე, YouTube-ზე. და აქედანაც იხილავთ ამ გადაცემას, ასევე ხვალდილი ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს კვლავ 15 წუთი 8 აკლია დილით 9-ს ტელეიმედში, შემდგომ განანაცვლებთ რადიო იმედში დილის 10-20 წუთზე და უკვე დილის 10 საათისთვის შევხვდებით პოსტივის დილის გადაცემაში. პოსტივში ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს კიდევ დილის 9 საათზე. ხუთშაბათს, ასევე შუადღის გადაცემაში პარასკევს ჩვენ ხვდებით ერთმანეთს, სადღაც 2-დან 3-მდე დაახლოებით ამ დროს. რუსთავი 2-ის ეთერში მოგეხსენებათ და ყოველ ორ შაბათს გაზეთი ასეულო და სწვალი ჟურნალი თბილისელები გაზრდიან ინფორმაციას ჩემს მიერ მოწყდებულს ასტროლოგიურს და ასევე თქვენ იცით რომ ისეთი ყველასთვის საყვარელი რადიო როგორც არის რადიო ფორტუნა ყოველ დღე სამჯერ დილაობით მოგაზრდით ინფორმაციას იმ დღის და იმ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზის შესახებ, მათ შორის ჩემი რასაკვირველია ინფორმაცია, ჩემი გახმოვანებით და ხართ ამ ინფორმაციით გაფრთხილებული, შეიარაღებული და იმედია წარმატებული. მე ამ ინფორმაციით დღეს ამით გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, მომავალ შეხვედრამდე.